მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. როდესაც ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ საუბრობთ სიცოცხლეზე, რომელსაც თავისი კანონზომიერება აქვს და სიცოცხლე წარმოუდგენელია სუნთქვის, მოძრაობის, გადაადგილების, განვითარების გარეშე, ისევე როგორც წარმოუდგენელია კვების გარეშე. სადაც არის სიცოცხლე, იქ აუცილებლად არის კვება და საკვები და ამიტომ ადამიანი კვების გარეშე პრაქტიკულად არის ძალიან მნიშვნელოვანი სიცარიელე, რომელზედაც ლაპარაკი არც კი შეიძლება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანზე საკვებთან მიმართებაში, ჩვენ ვითვალისწინებთ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საზრდოს, რომელიც მარტო საკვები ნივთიერებებით კი არ ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს, არამედ ადამიანის ყველა ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანის რეალიზაციას, ადამიანის ადგილს სოციუმში, ადამიანის ცხოვრების ხარისხს. და თუ აი ასე ფართოდ დავინახავთ ისეთ ცნებას, როგორიც გახლავთ კვება, ჩვენ აუცილებლად აღმოვაჩენთ აი ამ დამოკიდებულებაში განსაკუთრებულ წახნაგს, რომელსაც ქვია სეზონური კვება. უკვე დიდი ხანია თითქოს ამ მიდგომამ აზრი დაკარგა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამყარო ერთბაშად დაპატარავდა. მიუხედავად უცვლელი მასშტაბებისა, შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება სხვადასხვა გეოგრაფიული დასახლების მიმართ, საკვები პროდუქტების მიმართ და სეზონთან ასოცირებული კონკრეტული პროდუქტები ჩვენს რაციონში უკვე დიდი ხანია გაფართოვდა ეს ჩამონათვალი, უფრო მეტიც სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოყვანილი პროდუქტები აღმოჩნდება დედამიწის სრულიად განსხვავებულ წერტილში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეცნიერები, მედიკოსები ჯიუტად საუბრობენ სეზონურ კვებაზე. რატომ? რატომ არის მნიშვნელოვანი სწორედ სეზონური კვების უსაფრთხოება ჩვენი ჯანმრთელობისათვის? დღევანდელი ჩვენი კვებით შუქნიშანი სწორედ ამ თემებზე მიგვანიშნებს. რატომ არის სეზონური საკვები გამორჩეულად სასარგებლო? მარტივი მიზეზის გამო, რომელიც მთლიანად ასახავს იმ ბიოლოგიურ პროცესებს, რომელიც სამყაროში ხდება. როდესაც ჩვენ საუბრობთ სეზონურად მოყვანილ საკვებზე, საკვებ პროდუქტებზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს სწორედ ამ სეზონზე წყალსა და ნიადაგში მაქსიმალურად დაგროვილ ნივთიერებებზე, რომელიც ბუნებრივად შემდეგ საკვებში იყრის თავს და შესაბამისად საკვებიდან ჩვენს ორგანიზმში. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც სეზონურ კვებასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ და სეზონურ კვებასთან ერთად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, როგორ ემზადება ჩვენი საკვები ამა თუ იმ პროდუქტის გადასამუშავებლად. დიახ, ჩვენი შემადგენლობაც, მათ შორის ჩვენი ფერმენტების თანაფარდობაც იცვლება სეზონურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე ოპტიმალური გარემო გვაქვს სწორედ სეზონური პროდუქტების გადასამუშავებლად. მაგრამ, როდესაც სეზონურ კვებაზე საუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ფაქტორი: სეზონური და ენდემური კვება. რას ნიშნავს სეზონური ენდემური კვება? ანუ ჩვენს მიწა-წყალზე მოყვანილი სეზონური პროდუქტები. დიახ, ის პროდუქტები, რომელთა გამოყენებასაც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ და რომელთა მიმართაც ჩვენს ორგანიზმს აქვს გარკვეული განწყობა ჩამოყალიბებული. როდესაც ჩვენ საკუთარ ბავშვობას ვიხსენებთ, ჩვენ ვიხსენებთ კონკრეტულ გარემოში მირთმეული სეზონური პროდუქტების სუნს, ფერს, იმ ატმოსფეროს, რომელიც ამ პროდუქტების მირთმევას ახლდა. და ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორიული მეხსიერების ნაწილი. სეზონური ენდემური პროდუქტების გამოყენება არის ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური, მეტაბოლური ადაპტაციის ნაწილი და ეს გახლავთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, რადგან ჩვენი ორგანიზმი სწორედ იმ ნივთიერებებისგან შედგება ამ მიწაზე დაბადებულ გაზრდილი ხალხისა, რომლისგანაც შემდეგ უკვე საკვებ ნივთიერებებს მოვიყვანთ და მივიღებთ, რადგან სწორედ ჩვენს მიწაზე სეზონურად მოყვანილ პროდუქტებში აღმოჩნდება იგივე ნივთიერებები, რაც არის ნიადაგსა და წყალში და იგივე ნივთიერებები, რომლითაც ჩვენ საზრდოობდით ათწლეულების მანძილზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რასაკვირველია,
ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბუნებრივი ციკლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სეზონის ცვლასთან ერთად, მაგრამ რომელიც შეცვალა გლობალიზაციამ. და მიუხედავად აი ამ ფაქტორებისა, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ არსებობაში ისეთი ცნება, როგორიც გახლავთ აგროქიმიკატები. რაც უფრო შორიდან მოგვაქვს პროდუქტები, რაც უფრო ადვილად შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ეს პროდუქტები, მით უფრო ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა სახის ქიმიკატებს. ნიადაგის დასამუშავებლად, პროდუქტების შესანარჩუნებლად, მოსავლის გადასარჩენად, უხმოსავლიანობისათვის და ტრანსპორტირებისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ეტაპზე საკვების მოხმარებისა, საკვების შეძენისა გვჭირდება ამ ცოდნის გათვალისწინება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროდუქტების გარეგანი დამუშავება, როდესაც ჩვენ აუცილებლად არა უბრალოდ ჩამორეცხვით უნდა შემოვიფარგლოთ, არამედ კანი მოვაცილოთ ამ პროდუქტებს. მაგალითად, ცვილით დაფარული ვაშლი, რამდენიც არ უნდა ვრეცხოთ, ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება კანის გაფცქნა, ანუ ვაშლის გაფცქნა და კანის მოცილება. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ქიმიკატებზე პროდუქტის შიგნით, ამის ჩამორეცხვა ძალიან რთულია, ამიტომ წინდახედულება გვმართებს სწორედ არჩევანის გაკეთებისას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ ქიმიკატი შეიძლება იმდენად მავნე არ იყოს, რამდენადაც ამ ქიმიკატ შემცველი პროდუქტების შემდგომი დამუშავება. დიახ, პროცესირებული საკვები, ანუ დამუშავებული საკვები, სწორედ საკვებში არსებულ ქიმიკატებს განსაკუთრებულ საშიშ ნივთიერებებად აქცევს. ქიმიკატები პროცესირების პროცესში ახალ ნივთიერებებად გარდაიქმნება. მაგალითად, ხორცი, რომელშიც შესაძლოა იყოს ქიმიკატებით დატვირთული ესა თუ ის კომპონენტი, იმიტომ რომ ამგვარი ბალახი, ამგვარი საკვები მიირთვა, განსაკუთრებით სახიფათო ხდება შეწვის დროს, შებოლვის დროს, დაშაშხვის დროს. ასეთი პროდუქტების ხშირი და მით უფრო სისტემატური გამოყენება განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ორგანიზმს. და ჩვენ ყოველთვის ამ დროს გვახსენდება ისევ სეზონური კვების უპირატესობა, რომელიც უკავშირდება მთავარ რეკომენდაციას. რა ჭირდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის? რასაკვირველია წონასწორობა. რა უზრუნველყოფს ამ წონასწორობას? უამრავი ფაქტორი და უპირველეს ყოვლისა დაბალანსებული კვება. დიახ, დაბალანსებული კვება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის წონასწორობას, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც სეზონურ კვებას ბუნებრივად ახლავს. როდესაც მაქსიმალურად უხვია ბოსტნეული სხილის არჩევანი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ცილოვან საკვებ პროდუქტებს, მარცვლეულსა და ბურღულეულს ადვილად შევუხამოთ საკმაოდ მრავალფეროვანი ბოსტნეული და ხილი. ეს გვაძლევს სწორედ იმ შესაძლებლობას, რომელიც კვებას უკიდურესად დაბალანსებულად წონასწორობაში მყოფად აღიქვამს ჩვენი ორგანიზმის და რაც მთავარია, გვაძლევს საშუალებას სწორედ ასეთი ჰარმონია მივიღოთ ჩვენი საკვები პროდუქტები, ჩვენთვის ხელმისაწვდომი საკვების გამოყენებით. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ასევე უპირატესობაა მცენარეული პროდუქტების სიუხვისა და შესაბამისად სეზონური კვებისა. ჩვენ შემთხვევით არ ვახსენებთ მცენარეული პროდუქტების სიუხვეს სეზონურ კვებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ გაზაფხული და ზაფხული მით უფრო გამოირჩევა იმით, რომ უამრავი მცენარეული წარმოშობის პროდუქტი ჩნდება უხვად ჩვენს რაციონში და გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა, რომელსაც გვაწვდის, გასათვალისწინებელია მცენარეული ბოჭკო, რომელიც შემოდის ჩვენს ორგანიზმში. უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეული ბოჭკო, როგორც ნაწლავის ჯანმრთელობისათვის, ჩვენი ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობისათვის, იმუნიტეტისთვის, მიკრობიომისა და მიკრობიოტას წონასწორობისთვის, გულსისხმთა სისტემის დასაცავად, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის, წონის კორექციისთვის, ტვინის ჯანმრთელობისთვის უამრავი ფაქტორი შემიძლია ჩამოვთვალო, როდესაც ჩვენ უკვე დასაბუთებით ვიცით, რა სიკეთეს მოაქვს მცენარეულ ბოჭკოს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ერთი თავისებურება. ჩვენ არასდროს უნდა ვთქვათ, უარი შესაძლებლობაზე გამოვიყენოთ რაციონში სწორედ სეზონური პროდუქტები. მაგრამ უკვე ნათქვამი ქიმიკატების, უკვე ნათქვამი გადაადგილების, ტრანსპორტირების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ასევე ვიფიქროთ ახალ მოყვანილ პროდუქტებზე და პირველ მოსავალზე, რომელიც ზოგჯერ ყველაზე მეტად არის დატვირთული ამგვარი ნივთიერებებით. დიახ,
ეს პროდუქტები, მაგალითად ახალი კარტოფილი, მაგალითად კენკროვანები, მაგალითად ახალი ნედლი ხახვი, ეს პროდუქტები ძალიან მდიდარია თუნდაც C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით, გამორჩეული შემადგენლობაა მათში კალიუმის, ანუ იმ პროდუქტების, რომელიც ნიადაგიდან ერთბაშად წამოიღო, მაგრამ შესაძლოა არაკეთილსინდისიერი მოხმარების შემთხვევაში ქიმიკატებითაც იყოს ყველაზე მეტად დატვირთული სწორედ პირველი მოსავალი, ამიტომ გამოვიჩინოთ სიფრთხილე განსაკუთრებით ბავშვებთან, ორსულებთან მიმართებაში და ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვისაც შეიძლება მსგავსი რისკი ჰქონდეს. მაგრამ მცენარეული ბოჭკოს გამოყენება არ დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი გასაღები ჩვენი ჯანმრთელობისა ყველა დაავადებასთან მიმართებაში და განსაკუთრებით, როდესაც სეზონურ კვებაზე ვსაუბრობთ. მას შემდეგ, რაც ჩვენს რაციონში შემოდის ბევრი ბოსტნეული ხილი, ჩვენ რასაკვირველია ვცვლით ყოველდღიურ კვებას. ვცვლით რეჟიმსაც, იმიტომ რომ მზის აქტივობა იზრდება და დღის ნათელი პერიოდი უფრო ხანგრძლივია. იცვლება ჩვენი დამოკიდებულება ულუფის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ფიზიკურად უფრო აქტიურები ვხდებით, გარეთ მეტ დროს ვატარებთ. შეიძლება ის დაგვარად, ვისაც გვაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩვენ ვანაცვლებთ ცხოველური წარმოშობის ცხიმებს უფრო მეტად მცენარეული წარმოშობის ცხიმებით. ზამთარში თუ ჩვენ გვირჩევნია სუყე, ნოყიერი საკვების მირთმევა, თუნდაც იმიტომ რომ გავთბეთ, ზაფხულში ამის აუცილებლობა არ გვაქვს და ბევრად უფრო მსუბუქია მაგალითად ბოსტნეული კომპონენტები, რომელსაც მცენარეულ ზეთთან ერთად გამოვიყენებთ. აი აქ გვჭირდება სიფრთხილე, რადგან სიფრთხილე ცხიმის მოხმარებასთან დაკავშირებით არ შეიზღუდება და არ დაკარგავს მნიშვნელობას თუნდაც მცენარეული ცხიმის გამოყენებისას. რატომ? ზომიერება ყოველთვის გადამწყვეტია და მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული ცხიმები არის უჯერი ცხიმები, რომელიც გვიცავს ანთებისგან, დაბერებისგან, მრავალი სხვა ფაქტორისგან, ეს არის ცხიმები, რომელიც შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ომეგა-6 და თავად ომეგა-6 არის ანთების ხელშემწყობი, თრომბოზის ხელშემწყობი ფაქტორი და ზაფხულში, როდესაც ისედაც ბევრ სითხეს ვკარგავთ, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს ვენებთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, ამ დროს თრომბოზის ხელშეწყობა და ანთების ხელშეწყობა ნამდვილად არაფერს გვარგებს. ჩვენ გვჭირდება სწორედ ამის გათვალისწინება. არა იმიტომ, რომ დღეიდან უარი ვთქვათ მცენარეულ ცხიმებზე, რაც ბრძანებთ, პირიქით, მცენარეული ცხიმები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვაგვარი ფორმით, იქნება ეს მზესუმზირის, სიმინდის, სელის, ყურძნის წიფწის, ნიგზის, გოგრის და ასე შემდეგ, სხვადასხვა ზეთის სახით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ზომიერება ცხიმის მოხმარებისას, რომელიც ყველა ტიპის ცხიმთან მიმართებაში არის აქტუალური და საყურადღებო და არ დაგვავიწყდეს საფრთხე, რომელსაც ატარებს ყველა საკვები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ დავიცავთ ჰიგიენას. რა თქმა უნდა, ხელების დაბანა პროდუქტთან შეხებამდე ეს არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს არა მარტო ჩვენი ხელების დაბანა და ჩამორეცხვა, არამედ პროდუქტების დაბანა და ჩამორეცხვა. პროდუქტების დამუშავებამდე მაქსიმალური ჰიგიენა, დამუშავების პროცესში ჰიგიენა, შესაბამისი ზედაპირების და ინსტრუმენტების გათვალისწინებით და შენახვისას ჰიგიენა, რადგან ზაფხულში ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ჩვენს დღევანდელ ვიდეო რჩევას. პარაზიტული დაავადებების თავიდან ასაცილებლად. თუ სახლში ცხოველი გყავთ, აუცილებელია ცხოველის აცრა, პარაზიტების და ჭიების საწინააღმდეგო მკურნალობა, მკაცრი ჰიგიენის დაცვა. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და აუცილებლად დაბანეთ ხელები. პარკში ან ეზოში სილაში თამაშის, ცხოველის მოფერების შემდეგ. ყოველთვის კრიტიკულად შეაფასეთ საკვები პროდუქტების ფერი, სუნი, გემო, კონსისტენცია. საეჭვო შემთხვევაში არ გამოიყენოთ საკვებად თერმულად დაუმუშავებელი ხორცი ან თევზი, თერმულად დაუმუშავებელი ლორი ან შაშხი, აუდუღარი რძე, ჭყინტი ყველი. უსაფრთხოებისთვის დაიცავით წესები. არ შეინახოთ ერთად დაბინძურებული და გარეცხილი პროდუქტები. სხვადასხვა პროდუქტის დასამუშავებლად გამოიყენეთ ცალ-ცალკე დაფა და დანა. კვერცხი გამოყენებამდე გარეცხეთ თბილ წყალში. არასოდეს დააგემოვნოთ უმი ხორცის ფარში. ბოსტნეული და ხილი გულმოდგინედ გარეცხეთ გამდინარე წყალში. მწვანილი, სალათის და ისპანახის ფურცლები ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში 15-20 წუთით მარილ წყალში დააყოვნეთ. შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. მიირთვით ყველი მოხარშული ან მარილ წყალში ნადები არანაკლებ 2 თვისა. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით,
რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. უსაფრთხო სეზონური კვება გულისხმობს კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალს კონკრეტულ რეჟიმთან, ულუფასთან შეთანხმებით და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია დღევანდელი გადაცემა ამის საუკეთესო დასტური. მაგრამ, როდესაც ჩვენ საუბრობთ სეზონურ ქცევაზე, სეზონური ქცევაც უკავშირდება ზოგჯერ კვებას და ასეთ შემთხვევაში არსებობს სტერეოტიპი, რომ მაგალითად ცივილუდი განსაკუთრებით გვაგრილებს, რომ ლუდის და თევზის კომბინაცია საუკეთესოა ზაფხულის უკეთ გასატარებლად. და ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო არჩევანი, მაშინ, როდესაც არ ვართ პროდუქტის უსაფრთხოებაში დარწმუნებული. რა მაქვს მხედველობაში? მე მინდა გაგახსენოთ, რომ თევზით შეიძლება იყოს ბოტულიზმის საფრთხე. თაფლით შეიძლება აღმოჩნდეს ბოტულიზმის საფრთხე და ყველა ის პროდუქტი, რომელიც არასწორი კონსერვირებით იყო მიღებული. აი ეს გახლავთ ის შეხსენება, რომელიც მე ვფიქრობ, არ არის საჭირო ოჯახებისათვის, არ არის საჭირო დიასახლისებისათვის, მაგრამ სეზონურ კვებასთან ასოცირებულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს გახლავთ კრემიანი ნამცხრები და პროდუქტები, რომელიც მალფუჭებადია. მე ვფიქრობ, ესეც ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ზაფხული ზრდის ასეთი პროდუქტებით მოწამვლის რისკს და შესაბამისად ამ პროდუქტების გარეთ დაყოვნება, სამაცივრე კარადის გარეთ შენახვა წარმოუდგენელია და თუ საეჭვო ასეთი პროდუქტი ჯობს არც კი დავაგემოვნოთ, არათუ მივირთვათ. მაგრამ მე განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილოთ იმაზე, რაც უკავშირდება გარემოს ტემპერატურის მატებას, ჩვენი ფიზიკური აქტივობის მატებას და ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას წყალთან მიმართებაში. არადა წყლის დანაკარგი ზაფხულში იზრდება. ჩვენ ჩვეულ მოთხოვნილებასთან ერთად გვიჩნდება დამატებითი მოთხოვნილება წყალზე, რომელიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს და ამისთვის არ არის აუცილებელი ყოველთვის მტკნარი წყალი გამოვიყენოთ. შეიძლება თუ არა გამოგვადგეს მინერალური წყალი. რასაკვირველია. მინერალური წყალი შეიძლება თავისუფლად გამოვიყენოთ, როდესაც ჩვენ სითხის ბალანსს ვითვლით. მაგრამ ხაზგასმით იმისა, რომ მინერალური წყალი, მტკნარი წყლის ექვივალენტი, ტოლფასი არ გახლავთ, რომ მტკნარი წყალი თავისი წილით უნდა იყოს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში და მინერალური წყალი დამოუკიდებელი კომპონენტია. ის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სითხის ბალანსში უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ წყალი მტკნარი სახით აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მინერალური არ არის მტკნარი წყლის ტოლფასი. შემდეგი საკითხი გახლავთ წყალშემცველი პროდუქტები. რას ნიშნავს წყალშემცველი პროდუქტები? ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ პრაქტიკულად 90%-ზე მეტი არის წყალი კიტრსა და საზამთროში. სხვათაშორის აქ არ გვაქვს ისპანახი, მაგრამ შეგვეძლო თავისუფლად ისპანახის ფოთლებიც ამ პროდუქტთა სიაში შეგვეტანა და ყველა ის პროდუქტი, რომელიც გარდაქმნის პროცესში ძალიან დიდი რაოდენობით წყალს გვაძლევს. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებისთვის ნაყინის შეთავაზებაც კი შეიძლება აღმოჩნდეს წყალშემცველი პროდუქტის შეთავაზება, სითხის შემცველი პროდუქტის, რადგან დნობით ეს გვაძლევს სითხეს. მაგრამ ცხადი არა, ყოველთვის არა სისტემატურად. ყოველთვის იმის გათვალისწინებით არის თუ არა წვავი აუცილებლობა სითხის შევსების და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ პროდუქტებზე, რომელსაც წყლის ჩანაცვლება შეუძლია, უბრალოდ შევსება შეუძლია, მაგრამ არა ჩანაცვლება. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დამატებით გამოვიყენოთ ისეთი კომბინაცია, რომელზედაც სხვა დროს სიფრთხილით ვისაუბრებდით, მაგრამ ზაფხულში, როდესაც ჩვენ გვინდა წყლის მოთხოვნილების გაზრდა, როდესაც ჩვენ გვინდა წყლის შევსების გაზრდა, ჩვენ შეიძლება ასევე გავითვალისწინოთ უფლის სახით და სხვა გამონაყოფი სითხეების სახით დაკარგული მარილები და წყლის მარილთან კომბინაცია ზაფხულში, ისევე როგორც მინერალური წყლის გამოყენება გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი მტკნარ წყალთან ერთად. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც უსაფრთხო სეზონურ კვებას უკავშირდებოდა და არა უბრალოდ სეზონზე საუბარს. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.